არაბები რატო აირჩიეს, იცი? იმიტომ რომ ეხლა მაგალითად დავუშვათ ამერიკული რაღაცა კომპანია, ეგეთი მსხვილი დეველოპერული. ამერიკულმა კომპანიამ ვინ უნდა ჩაასახლოს იქ? ვიზე უნდა გააკეთოს ფოკუსი, რომელ ყიდველზე უნდა ინადიროს. ეს არაბები არიან, კაცო, იქ ჩვეულებრივი მონარქია, კაცო. ის შეიხი არის ბატონი იმ არაბების. და თვითონ იცის, ვის უთხრას, ვის შესთავაზოს, ყველაფერი გათვლილი აქვს. ეხლა ამერიკელმა რომ აგიშენოს ეგეთი საცხოვრებელი კომპლექსი, ვინ უნდა დაარწმუნოს? ნიუ-იორკელი ვიღაც ხიფტერი ვერ ნახავს, რომელიც საქართველოში საცხოვრებლად გადმოვა. ან ვიღაც ირლანდიელმა ვის უნდა შესთავაზოს, ან ნორვეგიელმა. კაცო, ძალიან არის რაღაცა ინვესტორთა ჯგუფი, რომელსაც შეუძლია ძალიან მარტივად, სწრაფად დიდი ფული შოვნა. ყველაზე ულამაზეს, ყველანაირი კუთხით, ბუნებით, კლიმატით, ლამაზ ტერიტორიაზე, რომელსაც ყავს მთავრობა, რომელიც ყველაფერს ხელს გიწყობს, გეხვეწება, გემუდარება, გეძახის და ხელის გულზე გატარებს. ეგეთ ქვეყანაში შედიხარ, ააშენებინებ ვიღაცა ბანგლადეშელებს და პაკისტანელებს, რომლებსაც უფრო ნაკლებს გადაუხდით ან ვიდრე ქართველს. მე ძალიან მარტივად ამ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებს ისევ მიყიდი შენთვის ნაცნობ მყიდველს. რატო არ გააკეთებს ახლა რომელი სულელი არ გააკეთებს ამას?